Qačაღობა მესტია ზუგდიდის გზაზე. პოლიცია ამ დრომდე ეძებს სავარაუდო დამნაშავეებს, რომლებსაც ცხოველ-ცოლქმარზე თავდასხმა ედებათ ბრალად. თავდასხმა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრასთან მოხდა უცნობმა პირებმა. სავარაუდოდ ქალზე სექსუალურად იძალადეს, მამაკაცი კი სავარაუდოდ მოკლულია, თუმცა ცხედარი ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის. გამოძიება ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი არაღის უკანონოდ შეძენა შენახვა ტარების მუხლებით მიმდინარეობს. ნინა მაჩაბელი არკვევს მომხდართან დაკავშირებით დეტალებს და ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება ნინა, რა ახალი ინფორმაციის მოპოვება შეძელი? ზუგდიდი მესტიის გზაზე მომხდარ კრიმინალურ შემთხვევას აქვს ორი ვერსია. ერთ-ერთი ვერსიით ტურისტ ცოლქმარს თავს დაესხა ორი ახალგაზრდა კაცი დაყაჩაღების მიზნით. მეორე ვერსიით კი თავდამსხმელებს უნდოდათ უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალის გატაცება, რადგანაც ხელი თავდამსხმელებს შეუშალა მეუღლემ, თუმცა ამ დროს სავარაუდო დამნაშავეებმა ჩვენი ინფორმაციით ცეცხლსასროლი იარაღიდან უცხო ქვეყნის მოქალაქე მამაკაცს მიაყენეს გულმკერდის არეში ჭრილობა და ჩვენი ინფორმაციით სწორედ ამ ვერსიაზე საუბრობს ქალი პოლიციის განყოფილებაში. ის უკვე გამოიკითხა, შემთხვევა სავარაუდოდ მოხდა წუხელგვიან ღამით და ამ ვერსიას ამყარებს ისიც, რომ ახალგაზრდა ქალის მონაყოლით, რასაც ჩვენ გვიყვებიან წყაროები, არის ის, რომ ჩასვეს დაჭრილი მამაკაცი მანქანაში და გამტაცებლები მიიმალნენ ამ ვერსიას, რასაც გვაწვდიან ბუნებრივია ამყარებს ის გარემოება, რომ მესტიის ერთ-ერთი სოფლის სასახლეებთან იპოვეს მანქანა, სადაც ადგილობრივების მონაყოლით სისხლის კვალი აღენიშნებოდა. ამ დროისთვის უცნობია ეს მანქანა ვის ეკუთვნის, ტურისტ ცოლქმარს თუ თავდამსხმელებს, რომლებსაც ამ დროისთვის ახლა მთელი ქვეყნის მასშტაბით საპოლიციო ძალები ეძებენ, თუმცა ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მანამდე სანამ ქალს გადაიყვანდნენ განყოფილებაში და მას გამოკითხავდნენ, ასევე დასჭირდა სამედიცინო დახმარებაც, იქიდან გამომდინარე, რომ გავრცელებული ინფორმაციით ახალგაზრდა ქალზე თავდამსხმელებმა იძალადეს. თბილისისკენ მოვიდოდით და გზად ნაკრასთან პოლიცია იდგა, მანქანა გადაყენებული იქნა, მანქანა ის პატარა მანქანები რო არის, მსუბუქი მანქანა და გაირკვა, რომ უცხოელები მოდიოდნენ ამ მანქანით, დახვდნენ, ვინ დახვდა ის არ ვიცით, ვინ იყო ის არ ვიცით, პიროვნებები არავინ არ იცის ერთერთი. და სისხლის კვალი არისო და კაცი მოკლული არის ალბათ სავარაუდოდ, იმიტომ რომ არ ჩანს და ქალზე იძალადესო და ჰოსპიტალიზირებულია. ტურისტები არიან დიახ და ისინი ჯებნაში არიან სავარაუდოდ დამნაშავეები და ვინ არიან, ვინაობა არავინ არ იცის. ახლაც ეძებენო და კაცი მკვდარი არისო და ასეთი ინფორმაცია გავიგიგენ ასწავლე. დაყაჩაღეს და დაყაჩაღების დროს მოკლეს მამაკაცი? დაყაჩაღების მიზნით მოხდაო ეს. არ ვიცი ვის ეძებენ, არ ვიცი. ინფორმაცია და გამიკვირდა. რამდენი ხანია ისე ჩვენთან ეს ყაჩაღობა არ მომხდარა და უკვე ძალიან საწყენია მაგ. არსებული ინფორმაციით ახალგაზრდა კაცი უცხო ქვეყნის მოქალაქე არის მოკლული, მისმა ცოლმა უკვე მისცა განყოფილებაში ჩვენება, ახლა კი მთელი ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით კი ზუგდიდისა და ზემო სვანეთის ტერიტორიაზე ეძებენ ორ ახალგაზრდა კაცს, სავარაუდო დამნაშავეებს, რომლებსაც ამ დროისთვის გამოძიება ედავება ყაჩაღობასა და იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარებას. ბუნებრივია ამ ეტაპისთვის უცნობია რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალთან დაკავშირებით გვაწვდიან ინფორმაციას ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ იცნობენ მას, ბუნებრივია მეორე ვერსია უნდა იყოს ის, რაზეც ახლა გამოძიება მუშაობს. ამ ყველაფერთან დაკავშირებით უკვე მეტი დეტალი გვექნება მომდევნო დღეებში, როდესაც გამომძიებლები და საპოლიციო რეჟიმის წარმომადგენლები დააკავებენ იმ ადამიანებს, რომლებიც იღებდნენ ამ კრიმინალურ შემთხვევაში მონაწილეობას. სავარაუდო ეჭვმიტანილებზეა საუბარი და ბუნებრივია მათი დაკავების შემდეგ უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი. ამ დროისთვის კი ერთადერთი რაც არის ინფორმაცია ცნობილი, არის ის, რომ სწორედ ამ ორ ახალგაზრდა კაცს ეძებენ მთელი ქვეყნის მასშტაბით.